ყველაფერი სილამაზის შესახებ. პასუხი ყველა შეკითხვაზე, რაც შეიძლება სარკეში ჩახედვისას ქალს გაუჩნდეს. მოისმინეთ გადაცემაში შენი სარკე, თეკლა თალაკვაძესთან ერთად. შენი სარკე, თეკლა თალაკვაძესთან ერთად. 4 შაბათს 17 საათზე სარკეში ჩახედვის დროა. გადაცემას წარმოგიდგენს საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა Oxford Medical Georgia. გადაცემა შენი სარკე კვლავ მოგესალმებათ პირველ სამედიცინო და ყველაზე ჯანსაღი რადიოს მედეფემის ეთერში ტალღაზე 103 თეკლა თალაკვაძესთან ერთად. კიდევ ერთხელ გილოცავთ ძველით ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სილამაზეს და კარგ განწყობას, რა თქმა უნდა, ჩვენს რადიოსთან ერთად. თუ გნებავთ გაიგოთ მეტი სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ, უნდა გვისმინოთ აუცილებლად და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრ საინტერესო თემას შემოგთავაზებთ. სწორედ ამიტომ ტალღაზე 103 ჩვენი გადაცემა თქვენი სარკეა. რუბრიკით სილამაზის რეცეპტები დღეს ძველ ბიზანტიაში ვიმოგზაურებთ, სადაც საკმაოდ განვითარებული ყოფილა კოსმეტიკა, რასაც მე-11-მე-14 საუკუნეების სამედიცინო ტრაქტატი მოწმობს. იგი წყალდიდობისას განადგურდა, მაგრამ გადარჩა მიკროფირები, რომლებიც მანამდე გადაიღეს და გაშიფრეს მოსკოველმა სპეციალისტებმა. ტრაქტატის თანახმად ბიზანტიის დედოფლის ზოიას სავანეში მუდამ იხარშებოდა სხვადასხვა ბალახი და სურნელი. ამ ცოდნის წყალობით მან ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნა სილამაზე და 70 წლის ასაკში თურმე არც ერთი ნაოჭი არ ჰქონდა სახეზე. ტრაქტატში მოცემულია სხვადასხვა მალამოების რეცეპტები, სახის მოვლისთვის, ნაოჭს საწინააღმდეგოდ, თმის შეღებვისათვის, ზრდისთვის, ცვენის საწინააღმდეგოდ და ასე შემდეგ. აი რამდენიმე მათგანიც. თმის ცვენისას ცაცხვის ფოთლის ნახარს ვარდისზეც ურევდნენ და ნელ ცეცხლზე მანამდე ადუღებდნენ, სანამ წყალი სრულიად არ აორთქლდებოდა და ზეთი არ დარჩებოდა. შემდეგ ამზეც თმის ძირებში იზელდნენ. ქერტლის საწინააღმდეგოდ ვქვავდნენ მინის მტვერივით ამ მინას, უმატებდნენ ჭარხლის წვენს და თავს ამით იბანდნენ. დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ უცნაური რეცეპტია. ძალიან რთული პროცესი ყოფილა თმის გაღიავება. დაქუცმაცებულ, ადუღებულ ღვინის ნალექში ურევდნენ ფიჭვის გირჩების ფის და ამ ნარევს ვარდის ზეთში ხარშავდნენ და შემდეგ თავზე ისვამდნენ. თავის დაბანა მხოლოდ მესამე დღეს იყო შესაძლებელი. ანა იანგლენა, რომელიც თავისი სილამაზით მთელ ევროპაში იყო განთქმული, ნაოჭს საწინააღმდეგოდ ასეთ ნაყენს ამზადებდა. ლავანდის გამხმარი ყვავილები 50 გრამი, როზმარინის გამხმარი ფოთლები 100 გრამი, ამას ასხავდა სპირტს, 2 კვირა ბნელ ადგილას ინახავდა თავდახურულს, გადაწურავდა და ანადუღარი წყლით აზავებდა. სახეს ამ ნაყენით დღეში ერთხელ იბანდა. სხვათა შორის სწორედ ამ ნაყენით ანა იანგლენას მეფე ლუდოვიკო მე-14 რევმატიზმებისაგან განუკურნია. თურმე სწორედ ლუდოვიკო მე-14-ს შემოუტანია ევროპაში სუნამო, რათა მდაბიოთა სუნით არ შეწუხებულიყო და ასევე მის სახელს უკავშირდება და ამავე პერიოდში ცხვირსახოცისა და პუდრის ევროპაში შემოტანა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბედნიერი ვარ იმით, რომ 21 საუკუნეში ცხოვრობ. თმის გაღიავებისათვის არ მჭირდება ფიჭის ფისის ნახარშის გამოყენება და ასევე სახლში არ მჭირდება რაღაც ნახარშების გაკეთება. თუმცა თანამედროვე კოსმეტიკა არ იარსებებდა, რომ არა ეს უძველესი და ასე საინტერესო რეცეპტორული კრებულები, რომლებისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გადაცემა შენი სარკე სულ პატარა მუსიკალური პაუზის შემდეგ ტალღაზე 103 უკვე ძალიან საინტერესო თემით და სტუმართან ერთად დაბრუნდება. დაგველოდეთ. When marimba rhythms start to play, dance with me, make me sway. Like a lazy ocean hugs the shore, hold me close, sway me more. Like a flower bending in the breeze, bend with me, sway with ease. But when you dance you have to stay with me, stay with me, sway with me. Other dancers may be on the floor, dear, but my eyes will see only you. Only you have that magic technique
When we sway, I go weak. I can hear the sound of violins long before it begins. Make me thrill as only you know how. Sway me smooth, sway me now. Other dancers may be on the floor, dear, but my eyes will see only you. Only you have that magic technique. When we sway, I go weak. I can hear the sound of violins long before it begins. Make me thrill as only you know how. Sway me smooth, sway me now. When marimba rhythms start to play, dance with me, make me sway. Like a lazy ocean hugs the shore. Hold me close, sway me more. Like a flower bending in the breeze, bend with me, sway with me. When we dance, you have a way with me. Stay with me, sway with me. When marimbas start to play, hold me close, make me sway. Like an ocean hugs the shore. Hold me close, sway me more. Like a flower bending in the breeze, bend with me, sway with me. When we dance, you have a way with me. Stay with me, sway with me. შენი გადაცემა, შენი სარკე, კვლავ ეთერშია თეკლა თალაკვაძესთან ერთად და როგორც შეგვირდით, დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს და ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. ბევრჯერ ცდილობდნენ დაედგინათ სახის იდეალური პროპორციები. ძველი ბერძენი მოქანდაკის პოლიკლეტის მტკიცებით, ნორმალური სახის სიგრძე ადამიანის სიმაღლეს 1/1000 უნდა იყოს. ასევე მათემატიკურადაა გამოთვლილი ცხვირის თვალების, ნიკაპის ზომები და განლაგება სახეზე. თუმცა ამის გამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს. მცირე ასიმეტრიულობა მეტნაკლებად დამახასიათებელია ნებისმიერი ადამიანის სახისათვის და ალბათ სწორედ ეს გამოგვარჩევს ერთმანეთისაგან და სახეს გარკვეულ ხიბლსაც ანიჭებს და ინდივიდუალიზმს. თუ რა თქმა უნდა ძალიან შესამჩნევი არ არის ეს ასიმეტრია. და რას აკეთებს ადამიანი, როცა ასიმეტრიულობა არის საკმაოდ მკვეთრად გამოხატული, როცა სარკეს ჩახედვისას არ მოსწონს საკუთარი სახის კანი, ნაოჭები, ნიკაპი, ყურები და როცა პროფილი სარკეზე გაცილებით დიდია. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მიმართავს პლასტიკურ ქირურგს. დღეს ეს იმდენად აქტუალური და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ნამდვილად აღარავის უკვერს. ყველა ცდილობს თუნდაც პატარა კორექციით საკუთარი ნაკლის გამოსწორებას, გარეგნული კომპლექსებისაგან გათავისუფლებას და ბუნებრივი ამით განწყობის გაუმჯობესებად. სწორედ ამ ყველაფერზე სასაუბროდ მოვიწვიეთ კლინიკა Oxford Medical Georgia's პლასტიკური ქირურგი ბატონი დავით კვრიტიშვილი. ბატონო დავით, მოგესალმებით, მიხარია რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. და დავიწყოთ საუბარი ჩემი აზრით ყველაზე და ყოველთვის აქტუალური თემით, რინოპლასტიკით, ანუ ცხვირის ფორმის კორექციით. კი. თქვენს კლინიკაში დანერგილია ეს ინოვაციური მეთოდი, უსისხლო რინოპლასტიკა. აი მოგვიყევით ამის შესახებ, რას ნიშნავს უსისხლო არაქირურგიული რინოპლასტიკა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. უსისხლო რინოპლასტიკა ეს არის იგივე, ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული გელების საშუალებით ცხვირის კორექციას, ანუ ცხვირის ფორმის შეცვლას. ეს არის საკმაოდ პოპულარული პროცედურა ევროპაში, ამერიკაში, მაგრამ ეს სულ ყველა პაციენტზე, რა თქმა უნდა, ეს არ მიდის, რატომ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ზოგს ძგიდი აქვს
თქვა გაღუნული, ზოგს ფორმა წვირის ისეთი აქვს, რომ ამითი არ მოხდება. ამ პრეპარატით, ამ პროცედურით არ ხდება დაპატარავება წვირის ფორმის, მაგრამ იზრდება სულ რაღაც რამოდენიმე მილიმეტრით და 2 მაქსიმუმ 3 მილიმეტრით და ამით ხდება გამოსწორება ამა თუ იმ ფორმის, მაგრამ ოპერაციისგან განსხვავებით ეს რა არის? ანუ არის ის, რომ შედეგი ჩვენ გვაქვს იქვე, ანუ პროცედურის დამთავრებისთანავე და ამიტომ ბევრი პაციენტი ამას რა თქმა უნდა მიმართავს. შედეგი დროებითი ეფექტი აქვს, მაგრამ დროებითი ეფექტი წელიწად ნახევარი 2 წელიწადი არ არის ცოტა დრო, რომლითაც პაციენტმა შეიძლება, ასე ვთქვათ, მოეწონოს ეს შედეგი. ამიტომაც პაციენტების წელიწად ნახევარი 2 წელიწადი ეს შედეგი ძლებს. ანუ ეს არის კიდევ ერთხელ მინდა თქვა, სრულიად უსაფრთხო პროცედურა, რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული გელი, რომელიც არის სრულიად ალერგიას არ იწვევს, არანაირი გართულებები მას არ აქვს და პაციენტი იქვეღებულობს შედეგს. რა თქმა უნდა, ქირურგიულისაგან განსხვავდება მარტო ამითი და განსხვავდება იმითი, რომ არ აქვს არ დიდი ხანი, ანუ მთელი ცხოვრება ეს შედეგი პაციენტზე არ ექნება, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ რინოპლასტიკა ეს არის, ასე ვთქვათ, არაპროგნოზირებადი ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში. ამიტომაც მე პირადად ბევრ პაციენტს არ ურჩევ, რომ თუნდაც სიტყვაზე, აი, ძალიან პატარა კეხის გამო წავიდეს და ოპერაცია გაიკეთოს, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ მოპრო, უმეტეს შემთხვევაში ქირურგიულ რინოპლასტიკას სჭირდება განმეორებითი ოპერაციების ჩატარება. ამიტომაც აი ეს პროცედურა, ამ პროცედურის საშუალებით შეიძლება წვირის ზურგის გასწორება, ასიმეტრიის გასწორება, წვირის წვერის აწევა, ნესტოების კორექცია, ასე რომ საკმაოდ პოპულარული პროცედურა არის და ჩვენ Oxford Medical Georgia-ში ამ პროცედურებს ვატარებთ და საკმაოდ წარმატებით და პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან. ბატონო დავით, თქვენთან ერთად ამ საინტერესო საუბარს პატარა სარეკლამო ჭრის შემდეგ გავაგრძელებთ. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა Oxford Medical Georgia გთავაზობთ სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური ექიმების გუნდი დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ტელეფონი 2 29 47 47. რადიო მედეფემის ცხელი ხაზი 242 103. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 595 04 103. საუბრობდით უსისხლო რინოპლასტიკაზე და აუცილებლად უნდა გკითხოთ, ანუ დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც კეთდება წინასწარი კომპიუტერული მოდელირება, ხო? აუცილებლად კომპიუტერული მოდელირება კეთდება, პაციენტი როდესაც მოდის კლინიკაში, ჩემთან კონსულტაციაზე, აუცილებლად პაციენტი ჯერ ვიგებ პაციენტის სურვილს და მე ვეუბნები პაციენტს რისი გაკეთება შემიძლია და რა შეიძლება რომ გამოვიდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ კომპიუტერულ პროგნოზირებას, მაგრამ კომპიუტერული პროგნოზირება ყოველთვის 100%-იან შედეგს მაინც პაციენტი ვერ ხედავს. კომპიუტერული პროგნოზირება იძლევა დაახლოებით 70-75% იმ შედეგისა, რაც შედეგიც იქნება. ასე რომ, როდესაც პროცედურა კეთდება, რა თქმა უნდა, უფრო კარგად შედეგი უფრო კარგია და უფრო ლამაზია და პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან. აი თქვენ წეღანაც ახსენეთ და მეც გეთანხმებით, რომ ქირურგიული რინოპლასტიკის შემთხვევაში ხდება ისე, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ კეთდება ყველგან ახლა აკეთებენ ამ კომპიუტერულ მოდელირებას წინასწარ, მაინც ხდება ესე, რომ აი ცნობილი ფრაზა სახეში არ ჩაჯდა,
ვერ შეეგუა პაციენტი, აი შეიძლება ძალიან კარგად იყოს გაკეთებული ცხვირი, მაგრამ არ უხდება იმ ადამიანს და ის ძველი ჯობდა და ესეთი ფრაზები და ალბათ ეს ზუსტად ესაა ამის უპირატესობა სპორინოპლასტიკის, რომ შეგუება მოხდება ერთგვარი, ხო? იცით როგორ არის ამ პრეპარატი თვითონ ისე არის ისეთი პრეპარატი არის რომ თუნდაც თუ გამოვიდა შედეგი და თუ პაციენტი ვერ შეეგუა იმ შედეგს, რა შედეგიც ჩვენ მივიღეთ, ანუ არის მეორე პრეპარატი, რომელიც ჩვენ შეყვავს იმავე ადგილას და მეორე დღეს ჰიალურონის მჟავა იმ კორექციის ზონაში აღარ არის. ანუ აჩქარებს ამ პრეპარატის გაწოვას, ასე რომ და ქირურგიული როცა გაკეთდება ის რჩება, იმის უკან დაბრუნება სამწუხაროდ ძალიან ძნელია. და ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი ნარჩუნდება მხოლოდ წელიწად ნახევარს, ან 2 წელი, ხო? კიდევ თუ მოუმართავთ ყოფილა ესეთი შემთხვევა? ან განმეორებით? იცით როგორ არის, მე მუშაობ საქართველოში უკვე მეორე წელიწადია, ასე რომ როდესაც დავიწყე ამ პროცედურების კეთება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ, მაგრამ მე მგონი რომ უკვე პაციენტები უკვე ის პაციენტები, რომლებსაც გავუკეთეთ, ალბათ ისინი უკვე მოგმართავენ. აი მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად არ სჭირდებათ, აი რაღაცა სუმცირე ხარვეზი, ამოჩემებული აქვთ ერთგვარად, რომ ცხვირის ოპერაცია უნდათ და არანაირად არის ცხვირი, როცა აი გამიგია ქირურგებისგან, ხელს ვერ ვახლებ ამ ცხვირს, ჩავარდება, ან რაღაც მოუვა და ესე ხშირია ესეთ შემთხვევები, როცა უარით ისტუმრებთ? ძალიან ხშირია, როდესაც უარით ვისტუმრებ, თვითონ უარს ვეუბნები ოპერაციულ კორექციაზე, ჰიალურონის მჟავაზე არ ვეუბნები უარს, იმიტომ რომ ამით შეიძლება იგივეს გაკეთება, რაც შეიძლება რომ მივაღწიოთ ოპერაციის შედეგად, მაგრამ პაციენტი, რომელიც აი ძალიან უნდა რომ გაიგეთო, ძალიან უნდა რომ დაინახოს, უკეთებთ ჰიალურონის მჟავით, დავანახებთ რაც გამოვა, თუ მას არ მოეწონება ეს ან დაიტოვებს იმას, ან გავაწოვინებთ, ან კიდევ 2 წელიწადში ის გაიწოვება და ისე დაუბრუნდება ის ცხვირი, როგორც ცხვირიც გქონდა. და რა ასაკიდანაა რეკომენდებული უსისხლორინოპლასტიკა და რა ასაკამდე? ანუ შეზღუდვა ამ შემთხვევაში არანაირი არ არის, 18 ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი, როდესაც ადამიანი ხდება სრულწლოვანი, მას შეუძლია მიმართოს კლინიკას და გაიკეთოს ყველანაირი სხვისი მშობლების ან ვინმეს ჩარევის გარეშე. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტების უფრო დაბალ ასაკს, თქვათ 15-16 წლის გოგონებს ან ბიჭებს უნდათ რაღაცის გამოსწორება, რა თქმა უნდა, მშობლების თანხმობით კეთდება ეს პროცედურა. ანუ შეზღუდვა, ეგრეთ წოდებული რო იქ რაღაც 60 წლამდე ან ესეთი რამ აქ არ არის, იმიტომ რომ კიდე ერთხელ და გითხრათ რომ ეს ამ პროცედურას შეზღუდვა არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ ეს პრეპარატი არის სრულიად უსაფრთხო. ამ პრეპარატს არანაირი ალერგიული ან რაღაც ესეთი გართულებები არ გააჩნია. და აი უფრო ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მსმენელს, რა არის ეს ჰიალურონის მჟავა, როგორ კეთდება დეტალურად უფრო ეს თვითონ პროცედურა. პროცედურას კი ბატონო, პრეპარატი როგორ კეთდება, ამას მე გეტყვით, იმიტომ რომ ეს კომპანიის პროცედურა მაინტერესებს. პროცედურა კეთდება ლოკალური ანესთეზიის ქვეშ, ანუ პროცედურა პაციენტი მოდის კონსულტაციაზე, შემდგომ კეთდება კომპიუტერული პროგნოზირება, თუ პაციენტს მოეწონება ის, რასაც თქვათ მე შევთავაზებ პაციენტს, შემდგომ ლოკალური ანესთეზია ხდება ფოტოგრაფირება, რომ პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ მოხდეს გაანალიზება, ანუ რა იყო და რა გავაკეთეთ. შემდგომ კეთდება ლოკალური ანესთეზიის ქვეშ, რაც დავრი რომ არანაირი ნარკოზი, თქვათ იქ ზოგადი ანესთეზია, ეს ადგილობრივი ანესთეზია არ ჭირდება ამ პროცედურას და ხდება ეწყობა პრეპარატი, იმიტომ რომ პრეპარატი იხსნება პაციენტის თვალწინ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ყველა პაციენტის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ყიდულობს ამ პრეპარატს. პრეპარატი არის სტერილურად შეფოთული, იხსნება პაციენტის თვალწინ და იქვე ხდება პროცედურის გაკეთება. ანუ ეს არ არის, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის აი რაღაც დარჩენილი ან ესეთი პრეპარატი, არავითარ შემთხვევაში ყველა პაციენტს აქვს, პაციენტი, როდესაც ყიდულობს, თქვათ, პროცედურას, ის იმისთვის იხსნება, ყველა პაციენტისთვის იხსნება ცალკე, რა თქმა უნდა, ცალკე პრეპარატი.
და ახასიათებს თუ არა რაღაცაი თქვა სისხლ ჩაქცევები მცირე. იცით როგორ არის ამ პროცედურის, ანუ ჰიალურონის მჟავით, ინიექციური მეთოდებით, როდესაც კეთდება ეს პროცედურები, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება გართულებად ჩავთვალოთ, ანუ ეს არის ინიექციის ადგილას სილურჯი. ესეც განპირობებულია სხვადასხვა მექანიზმია გამოს, ანუ თუ თქვათ მწეველია ადამიანი, იმას უფრო უნდა მოველოდოთ, რომ უფრო, იმიტომ რომ ნიკოტინი ათხელებს სისხლძარღვის კედელს. ამიტომ ერთადერთი აი გართულება თუ შეიძლება რომ ჩავთვალოთ არის აი ეს მარტო რომ აი ინიექციის ადგილას იქნება სილურჯე, ნუ არა ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა, და შეშუპება, რომელიც ჭირდება რამოდენიმე საათი რომ ჩაცხრეს. ასე რომ ვისაც გჭირდებათ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ კლინიკა Oxford Medical-ში, გაიაროთ უფასო კონსულტაცია და გაიკეთოთ ცხვირის უსისხლო კორექცია. დაიწყეთ ახალი წელი ახალ ცხვირთან ერთად. შვენიერი სლოგანია, მე მგონი ბატონო დაიწყეთ. კი, ძალიან კარგია. და ეთერში სულ მცირე მუსიკალური პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით.
რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა Oxford Medical Georgia გთავაზობთ სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური ექიმების გუნდი დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ტელეფონი 2 29 47 47. დაგვიმეგობრდით Facebook-ზე. MedFM 103. MedFM 103. რადიო MedFM-ის სარეკლამო სამსახური 595 04 103. ბრუნდებით ტალღაზე 103, ბრუნდებით გადაცემით შენი სარკე თეკლათ ალაკვაძესთან ერთად, რომელიც არის გადაცემა მათთვის, ვისაც სურს მეტი იცოდეს ჯანმრთელობის და ესთეტიკის შესახებ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია კლინიკა Oxford Medical Georgia-ს პლასტიკური ქირურგი ბატონი დავით გვრიტიშვილი. ბატონო დავით, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ უსისხლო რინოპლასტიკაზე და აი ჰიალურონის მჟავით კიდევ რა პლასტიკური მანიპულაციები გეთდება თქვენს კლინიკაში, რომ ჩამოგვითვალოთ. დიახ, ანუ ჰიალურონის მჟავით კეთდება ნაოჭების ამოვსება პროცედურები, რომლებიც ბევრს აწუხებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დროთან რაც უფრო ასაკი გვემატება, ზოგადად ხალხს, ადამიანებს, მით უფრო ღრმავდება ნაოჭი, მოცულობას კარგავს ქსოვილები, ამიტომ სახეზე შეიძლება შემდეგი პროცედურების გაკეთება. არის ეს საცრემლი არხის ამოვსება, ხურტუჩის ნაოჭის კორექცია, ტუჩების კორექცია, მიმიკური ნაოჭების კორექცია, ყრიმალების გადიდება, ოვალის ფორმის შეცვლა, ნიკაპის გადიდება, აუგმენტაცია. აი ესეთი პროცედურები არის და შუბლზე ვაკეთებთ ხანდახან პროცედურებს, რომლებიც ადიდებს ცოტათი შუბლზე, ვისაც მოცულობა აქვს და დაკარგული ან კიდე არ მოწონს მისი ფორმა. პროცედურა არის ტარდება აგრეთვე ლოკალური ანესთეზიის ქვეშ, ანუ ლოკალური ანესთეზიაში გულისხმობ, ანუ ემლა არის ესეთი კრემი, რომელსაც ვუსმევთ პაციენტს იმ ადგილას, სადაც ხდება კორექცია, უნდა გაკეთდეს კორექცია და დაახლოებით 20-25 წუთი და შემდგომ ვაკეთებთ პროცედურას. შედეგი რა თქმა უნდა არის იქვე და როგორც რინოპლასტიკის, უსისხლო რინოპლასტიკის შემთხვევაში შედეგი რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხანი ძლებს, დაახლოებით წელიწად ნახევარი. მე ამას რატომ წელიწად ნახევარი ამ შემთხვევაში რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ არის ჰიალურონის მჟავი არ არის ერთი, არის რამოდენიმე პრეპარატ, ბევრი პრეპარატია. ამიტომ ხა არ მინდა რეკლამის სახით გამომივიდეს, მაგრამ მე ვმუშაობ, კერძოდ ერთი პრეპარატი არის ჯუვედერმ ულტრა, რომელიც ძლებს აი ამდენი ხანი. არის რა თქმა უნდა სხვა პრეპარატები, არის 3 თვიანი, 6 თვიანი პრეპარატები, რომლებიც რა თქმა უნდა ესეც არის საქართველოში გაყიდვაში, სხვები ამითი ამჯობინებენ მუშაობას. ეს უკვე ინდივიდუალურია ყველა პაციენტის შემთხვევაში. და მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ არის ეგრეთ წოდებული პოლიმერული გელები. ეს არის ცხოველური წარმოშობის გელები, რომელთაც აი კატეგორიულად მე პირადად არავითარ შემთხვევაში ამ გელით არ მუშაობ და არც არასდროს არ ვიმუშავებ, იმიტომ რომ ეს არის პრეპარატი, რომელიც მიგრირებს. ეს ერთი, ანუ თუ თქვათ სიტყვაზე შევიყვანთ ტუჩში, შეიძლება რამოდენიმე თვეში ან რამოდენიმე წელიწადში ავიდეს და თქვათ აღმოჩნდეს ან ლოყაზე, ან ცხვირზე, ან შუბლზე და ასე შემდეგ. ეს ერთი. მეორე ის რომ არაბუნებრივად გამოიყურება შედეგი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე გელი და ძალიან ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე. და რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აი ყველა ბევრმა უნდა მიაქციოს ყურადღება, სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში შემოსულია ეს გელები და ყველა ექიმმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ თუ პაციენტი მოდის კონსულტაციაზე ჰიალურონის მჟავით, თუ უნდა ექიმმა რაიმე პროცედურა ჩაუტაროს, უნდა აუცილებლად მოხდეს ანამნეზის შეგროვება, გამოკითხვა პაციენტის, იყო თუ არა
ქონდა თუ არა რაიმე პროცედურა გაკეთებული და რა პრეპარატით. და პირველს ყოვლისა ეს პაციენტებმა თვითონ უნდა იცოდნენ, ანუ როდესაც იკეთებენ პროცედურას, რა პრეპარატი შედის მათ ორგანიზმში. ამიტომ რატომ ამასაც ვამბობ? იმიტომ რომ ჰიალურონის მჟავისა და პოლიმერული გელის ერთმანეთთან ურთიერთობა, შეყვანა ერთი მეორესთან შეყვანა იწვევს ძალიან ცუდ შედეგს, დაჩირქებას. ასე რომ ეს არის ძალიან ცუდი, ამიტომ მე ურჩევს ყველას საქართველოს მოსახლეობას, ვინც კი აპირებს რაიმე პროცედურის ჩატარებას, აუცილებლად მიაქციოს ყურადღება, რომ არ იყოს არანაირი პოლიმერული გელი, ნახსენები და თუ არის ნახსენები, არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთონ, იმიტომ რომ შედეგი შეიძლება რაღაც პერიოდი ჰქონდეთ, მაგრამ აუცილებლად ყველა პაციენტს, ვინც გაიკეთებს ამ პროცედურას, ამ გელით, რაღაც პერიოდის შემდეგ ექნება ძალიან დიდი პრობლემები. და ჰიალურონის მჟავას რაც შეეხება, ანუ ბიო შეუთავსებლობა გამორიცხულია, ხო? არანაირად, ანუ ეს არის ყველანაირად შეთავსებადი, იმიტომ რომ თვითონ ჰიალურონი არის ჩვენი კანის შემადგენელი ნაწილი. ნებისმიერ ადამიანს ჩვენს ყველას გვაქვს ჰიალურონი კანში, ამიტომ ერთადერთი რისი თქმა შემიძლია, რომ ამ პრეპარატს ამზადებენ, იღებენ, ანუ თვითონ ჰიალურონს ადრე იღებდნენ ბავშვებისგან. რატომ? იმიტომ რომ ჩულ ბავშვებს აქვს ძალიან დიდი რაოდენობით და იღებდნენ მათგან და შემდგომ ამზადებდნენ ამ პრეპარატს. ამიტომ ჩვენ რაც უფრო ასაკი გვემატება, მით უფრო ნაკლები რაოდენობით რჩება ჰიალურონი ორგანიზმში. აი შეიძლება თქვენს გაგიგიათ, რომ აი მეზოთერაპია, რა არის მეზოთერაპია? მეზოთერაპია არ არის პროცედურა, მეზოთერაპია არის ტექნიკა, ანუ ინექციების ტექნიკა, მაგრამ აი არის ესეთი თქვა იქ რეკლამები ან კლინიკაში კონსულტაციაზე პაციენტს ეუნება ექიმი, რომ იცით რა, აი მე ვაკეთებ, მე მინდა რომ თქვენ გაიკეთოთ ჰიალურონით მეზოთერაპია, ანუ იგივე რომ შეიყვანოს ჰიალურონი იმ ადგილას და რომ უფრო გაახალგაზრდდეს, ანუ უფრო რაოდენობა გაიზარდოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო ასაკი გვემატება, მით უფრო ნაკლები რაოდენობით რჩება ჰიალურონი ჩვენს ორგანიზმში. შეთაშორის კრემების შემცველობაში წამიკითხავს. კი, და ძალიან სწორიც არის, რომ ესეთი კრემებით უნდა მოხდეს შერჩევა ამ კრემების და აუცილებლად ამ კრემებით უნდა მოხდეს მოხმარება. ამიტომ ჰიალურონის მჟავა არანაირად არ არის არ იწვევს არანაირ გართულებებს. ერთადერთი რაც არის, რომ ასე თქვა, თუ შეიძლება ჩავტყოლოთ მისი ნაკლი, რომ ის არის დროებითი, მაგრამ დროებითი გამოიხატება იმაში, რომ ამ შემთხვევაში მე რა პრეპარატიც აღვნიშნე, ჯოვედერმი არის ნომერ პირველი პრეპარატი. რატომ? იმიტომ რომ ხანგრძლივობა მისი არის უფრო მეტი ვიდრე სხვა პრეპარატების. ამიტომ თუნდაც ავიღოთ ევროპა, თუნდაც ავიღოთ ამერიკა, უმეტეს შემთხვევაში 90%-95% ექიმების მუშაობენ ამ აღნიშნული პრეპარატით. იმიტომ რომ მოხდეს შენარჩუნება შედეგის ხანგრძლივად, რაც შეიძლება ხანგრძლივად მოხდეს მისი შენარჩუნება. იმიტომ რომ როგორც მოგახსენებათ, ეს პროცედურები არ არის ფინანსურად ძალიან ასე ვთქვათ იაფი და ამიტომაც ვცდილობთ ყველანაირად რომ გავაკეთოთ ისე, რომ პაციენტი რომ გადაიხდის რაღაც თანხას, პაციენტმა მიიღოს იმ თანხის შესაბამისი შედეგი. აი რაც შეეხება ნაოჭების ფილერებით ამოვსება ესე ხდება, ხო? კი ბატონო, მაგრამ რა ნაოჭებზია საუბარი, თქვათ, მიმიკურით შედის და ღრმაც, ანუ რა ასაკიდან შეიძლება პაციენტმა მოგმართოთ ამ შემთხვევაში? პაციენტმა ვიცით რა არის, არ უნდა ელოდოს არც ერთი პაციენტი, ადამიანი არ უნდა ელოდოს იმას, რომ აი როცა გაჩნდება ნაოჭი, თქვათ აი მერე მივალ და გავიკეთე, ან როცა გაღრმავდება ნაოჭი, მერე მივალ და გავიკეთე, არა, თუ არის ნაოჭი, რა თქმა უნდა, ჯობია დროზე მოხდეს მისვლა ექიმთან, ანუ ამ შემთხვევაში პლასტიკურ ქირურგთან და დროზე მოხდეს ამ პრობლემების აღმოფხვრა. მაგრამ იცით არის ესეთი რამ, თუ კანზე წარმოიქმნა უკვე ნაოჭი, ანუ თუ მოხდა კანის ჩატეხვა, ანუ რისგან შემდეგაც წარმოიქმნება ნაოჭი, მასთან ბრძოლა ცოტა ძნელია. ამიტომ არის რომ აი მიმიკური ნაოჭების შემთხვევაში, რაც შეეხება თვალის მიდამოს შუბლს, წარბებს შორის და აი ცხვირის ეგრეთ წოდებული ცხვირის ზურგს ეგრეთ წოდებული მრიცხანების ნაოჭებს ეძახიან. ამ შემთხვევაში იმიტომ არის ურჩევთ პაციენტებს, რომ ანუ აუცილებლად გაიკეთეთ ბოტულინოტოქსინით პროცედურები. რატომ? იმიტომ რომ როდესაც გაჩნდება ნაოჭი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნოს, მასთან ბრძოლა ძნელია. ფილერი, ამ შემთხვევაში ფილერით ხდება
ფილერი არ ხდება კანში შეყვანა ფილერის შეყვანა ამ შემთხვევაში ჰიალურონის მჟავის ხდება კანქვეშ რომ მოხდეს მისი ამოყვანა ანუ ფილერი ინგლისურად fill არის ამოვსება ამასაც ამიტომ ესე ქვია და ესე ვეძახით ამიტომ ეს არის უფრო ღრმა ნაოჭებისთვის აი როგორც არის თქვა ხვერტუჩის ნაოჭი ყოველთვის ყველას აქვს ხვერტუჩის ნაოჭი მაგრამ ზოგს უფრო გაღრმავებული აქვს ჩაღრმავებული აქვს და ამიტომ აი ესეთი ნაოჭების დროს ხდება მეტი ამ პრეპარატით კორექცია. მოდი სულ პატარა მუსიკალური პაუზის შემდეგ ისევ დავბრუნდეთ მედეფემის ეთერში. You can dance every dance with the guy who gives you the eye, let him hold you tight. And you can smile, every smile for the man who held your hand beneath the pale moonlight. But don't forget who's taking you home and in whose arms you're gonna be. So darling, save the last dance for me. Oh, I know that the music's fine, like sparkling wine. Go and have your fun, laugh and sing. But while we're apart, don't give your heart to anyone. And don't forget who's taking you home and in whose arms you're gonna be. So, darling, save the last dance for me. Baby, don't you know I love you so? Can't you feel it when we touch? I will never, never let you go. I love you oh so much. You can dance, go and carry on till the night is gone and it's time to go. If he asks if you're all alone, can he walk you home? You must tell him no. 'Cause don't forget who's taking you home and in whose arms you're gonna be. Save the last dance for me. I know that the music's fine, like sparkling wine. Go and have your fun, laugh and sing. But while we're apart, don't give your heart to anyone. And don't forget who's taking you home and in whose arms you're gonna be. So darling, save the last dance for me. So don't forget who's taking you home or in whose arms you're gonna be. So darling, save the last dance for me. Oh baby, won't you save the last dance for me? Ooh, you make a promise that you'll save the last dance for me. Save the last dance, the very last dance for me. სილამაზის ძველი და თანამედროვე რეცეპტები, ესთეტიკური მედიცინის მიღწევები, კვალიფიციური ექიმების რჩევები. შენი გადაცემა, შენი სარგე. კლინიკა ოქსფორდ მედიკალ ჯორჯიასთან ერთად. თუ არ გაქვთ ლამაზი ფეხები, ჩაიცვით დეკოლტე. ეს კრისტიან დიორის სიტყვებია. მაგრამ თუ არ გაქვთ ლამაზი მკერდი ამ შემთხვევაში, კრისტიან დიორს აღარაფერი უთქვამს, რა უნდა ქნათ? სამაგიეროდ გვეტყვის ბატონი დავითი. ალბათ თქვა რომ პლასტიკურ ქირურგს მიმართეთ, ხო? ალბათ ეს იგულისხმო. დიახ.
ნუ მკერდის შემთხვევაში მკერდსაც შეეხება მკერდზე არის რამოდენიმე ოპერაცია, ტარდება რამოდენიმე ოპერაცია, ეს არის მკერდის აუგმენტაცია, მკერდის გადიდება, მკერდის აწევა და მკერდის დაპატარავება. ამას რა თქმა უნდა ყველას თავისი ჩვენება აქვს და პაციენტის მოთხოვნასთან მოთხოვნით ხდება ამ ოპერაციის გაკეთება. მკერდის აუგმენტაციით დავიწყოთ გადიდებით, ეს ხდება მკერდის გადიდება ხდება იმპლანტების საშუალებით. იმპლანტები არის როგორც ჰიალურონის მჟავის შემთხვევაში გითხარით, ანუ არის სხვადასხვა სახის, ანუ სხვადასხვა ფირმის, ამიტომ ფირმები რა თქმა უნდა განსხვავდება, ამიტომაც უნდა ვიმუშაოთ რა თქმა უნდა ისეთი ფირმებით, რომლებიც იძლევიან გარანტიას მთელი ცხოვრების განმავლობაში. არის ამერიკული და გერმანული ფირმის იმპლანტები, რომლებიც მე ვმუშაობ, ძალიან კარგი იმპლანტები არის, განსხვავდება სხვა იმპლანტებისაგან იმით, რომ მისი გარსი, ანუ გელი, რაშიც არის, დევს არანაირად არ იწოვება. იმპლანტი როგორც იდგმება, ისევე ხდება, თქვათ, თუ პაციენტს მოუნდება რამოდენიმე წლის შემდეგ მისი მკერდის ფორმის შეცვლა ან გადიდება, იმპლანტი ისევე როგორც ჩავდგავთ, ისევე ხდება მისი ამოღება. ამიტომ არანაირად ბევრს აქვს, რა თქმა უნდა, შეკითხვა, რომ არის თუ არა ის უსაფრთხო, ხო არ იწევს რაიმე გართულებებს, თქვათ, იქ ან სიმსივნურ წარმონაქმნებს ან ესეთ რაღაცას. არაფერს არ იწევს, რატომ? იმიტომ რომ ეს არის უწყო სხეული. კი, ეს ორგანიზმის სხეული არის. როდესაც ხდება იმპლანტის მოთავსება მკერდის, ანუ კორექცია როდესაც ხდება, მის გარშემო იქნება კაფსულა. ეს არის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია და ეს იმპლანტი არის მოთავსებული აი ამ კაფსულაში. ამიტომ მას შეხება გარე ქსოვილებთან არანაირად არ აქვს. ამიტომაც არანაირი სიმსივნური ან რაღაც ესეთი შემდგომში გართულებები მას არ მოყვება. ანუ ლაქტაციის პერიოდშიც რამდენად ვიცი არანაირი გართულება არც ფეხმძიმების დროს არანაირად არა გართულება, რატომ? იმიტომ რომ ჯერ ეს როდესაც იდგმება იმპლანტი, ჩვენ არ ვეხებით სარძევე ჯირკვლას, ჩვენ იმპლანტს ვათავსებთ სარძევე ჯირკვლების ქვემოთ, ამიტომ ის სადინდრები, რომლებიც გამოდის სარძევე ჯირკვლიდან და შედის ძუძუს თავში, საიდანაც ხდება რძის გამოყოფა, ისინი დაუზიანებელი რჩება, ამიტომაც გოგონას ქალბატონს შეუძლია ჩაულებრივად ჩაიდგას, თქვათ, გაიკეთოს ეს ოპერაცია და შემდგომ დაურსულდეს კიდევაც და ყვებოს კიდევაც რა თქმა უნდა პატარა ბავშვი. მაგრამ მაინც ჩემთან როდესაც მოდიან გოგონები ოპერაციას, როდესაც თუ უნდათ გაკეთება, მე რა თქმა უნდა ურჩევ ყოველთვის რომ მოხდეს ჯერ თქვათ დამთავრება შვილების, ანუ ასე თქვათ გაჩენის, ის რაც აქვთ მათ დაგეგმილი ოჯახში და შემდგომ მოხდეს ამ ოპერაციის გაკეთება, იმიტომ რომ არის ესეთი ის რომ როდესაც გაკეთდება თუ გაკეთდა ყვებამდე თუ გაკეთდა ოპერაცია, არის ხანდახან რომ ზომაში იმატებს თვითონ მკერდი, ქსოვილი იმატებს და შემდგომ უნდა მოხდეს იმისი გამოცვლა, იმპლანტის გამოცვლა, რომ უფრო კარგი ფორმის გახდეს მკერდი. ამიტომ ჯობია რომ დამთავრდეს, ასე ვთქვათ, დაამთავრონ ეს პროცესი რა ბავშვების რაც აქვს დაგეგმილი და შემდგომ მოხდეს ამ ოპერაციის გაკეთება. თქვენთან რამდენადაც ვიცი, კეთდება ინტიმური პლასტიკაც არის დანერგილი, ხო? ინტიმური პლასტიკა დიახ დანერგილი არის, კაცების ინტიმური პლასტიკა და ქალების ინტიმური პლასტიკა. ქალების დავიწყოთ ქალებიდან, ქალების ინტიმური პლასტიკა მოიცავს რას? ეს არის დიდი და პატარა სასუწყო ბაგეების პლასტიკა. კეთდება ეს პროცედურები, კაცებსაც შეეხებათ, ეს არის წინა დაცვეთა პენისის ზომაში, ანუ როგორც სიგრძეში, ასევე მოცულობაში გაზრდა. და აი პლასტიკური ქირურგიის ყველა იმ მანიპულაციებიდან, რომლებსაც დღეს ვისაუბრეთ. თუნდაც ამ 1 წლის მანძილზე ყველაზე პოპულარული თქვენს კლინიკაში, რომელია, აი ყველაზე ხშირად რომელი გაიგეთებიათ? მკერდი.
მაინც მკერდი ეს არის პოპულარული. მკერდი, ეს ყველაზე ესეთი პრობლემატური არის, ეს არა მარტო საქართველოში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის პრობლემატური საკითხი, ასე ვთქვათ, ამიტომაც გოგონები ძალიან ხშირად მოგმართავენ ამ პრობლემით და ჩვენ რა თქმა უნდა უწევთ ვაკეთებთ ამ კორექციას, რომ მათ უფრო მიმზიდველები და უფრო ლამაზები იყვნენ გოგონები. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის და ჩვენი ცხოვრება მოგეხსენებათ დეტალებისაგან შედგება, ამიტომ გაიფუჭებთ განწყობას გარეგნული დეტალების გამო, მიბრძანდით კლინიკა Oxford Medical Georgia-ში, გაიარეთ უფასო კონსულტაცია და მიიღეთ გარანტირებული და ეფექტური შედეგი. გადაცემა შენი სარკე ერთი კვირით გემშვიდობებად, მომავალ ოთხშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს უფრო გალამაზებულები, უფრო გაჯანსაღებულები და კიდევ უფრო კარგ განწყობაზე. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.